მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგე ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ მცირეხრიანი პაუზის შემდეგ YouTube-ზე ვიდეოთი გიბრუნდებით. საქართველოს ჩემპიონი იბერიასთან ერთად ესტონეთის დედაქალაქ ტალინის ვართ და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი ესტონეთის ჩემპიონ ფლორა ტალინის დაუპირისპირდება. მოკალათი კარგად მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ჩაუჯექი იბერია 1199 ფლორა ტალინის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩი. წავედით. აი აეროპორტშიც მოვედით. როგორ ხარ? დადი გამანები. ხო. მიღებ ხა? მეთქი რა იმასავით მესამედი ოფიციალურად. მეც გიღებ. მოდი მივისალმო ხო. როგორ ხარ? უთხარით ჩვენს გამომწერებს სად მივდივართ? ჩვენ მივდივართ რიგაში. მართლა რიგაში მივდივართ, მე რეგვა გადაждდება ბიჭო ტალინში შტერი რო ხარ. მეთქი მატყუებს ხო, რატომ მატყუებს? იას. როგორ ხარ? თქვენ ისე რა ხართ ხალხს ოპრანკავთ ხოლმე? არა, რაღაცა იყო ხოლმე ეგეთი რაღაცები. არა, ის ბუჩქია, ეს მეკეფა. ჭახ. ჩამოვედით მეგობრებო და მაგიჯებს. მოდებით ჩანთებს. აი ჩემი GeoTeam-ი. Mira, así, machine scheiße, oder? Atila. Was ist? წავედით მატჩის წინა ვარჯიშზე. პირველად 4-თა შორის ესტონეთში. თუმცა წინა ვარჯიშია, ჩვენ ერთად არის ბახმარო. ჩვენი მხარდამჭერი. სხვათა შორის ცივა საკმაოდ დასაცავად შევამყოფთ ცივა ესტონეთში და საღამოს კიდევ უფრო გრილი ამინდი გველოდება. სტადიონზე მოვედით და ზახარია ბეგლერიშვილი ქართული ფეხბურთელი ესტონური ფეხბურთისთვის ძალიან ცნობილი ფეხბურთელი ნახეთ სტადიონზე და გავესაუბრებით მაინც აქ ძალიან ბევრი წელი ითამაშა ფლორა ტალინში და ძალიან საინტერესოა მისი თვალით დანახული ალბათ ყველაზე კარგად შეაფასებს რა შანსები ექნება იბერიას ყოველდღიურ შეხვედრაში. მიესალმებით ჩვენს. გამარჯობათ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გავიდეთ სტადიონზე. ესე იგი სახლივით ეს არის ჩემი სახლი. სახლი. სადაც ითამაშე რამდენი წელი? აქ 8 წელი ვითამაშე ფლორაში. 8 წელი ვითამაშე ფლორაში, 2 წელი ლევადიაში და 10 სეზონი ამ სტადიონზე ვიტამაშე. რა ისე დაემთხვა ხო ეს 2 წელი რომ აქ უწევს ქართულ გუნდს ჩამოსვლა და აი ყველა თამაში ასპექტი. ანუ აი ყველა კარგად ალბათ შენ შეაფასება ჩვენთაც უყურებთ გვინდა რომ ქართული გუნდი იბერია შემდეგ ეტაპზე გავიდეს. წინა წელს ლევადია სამწუხაროდ მოვიგო მიუხედავად იმისა რომ აქ ძალიან ბევრი მომენტი ქონდა ამ სტადიონზე ზუსტად რანაირად წავაგეთ არ ვიცი და მე გამოვარდით და ეხლა რასაც უყურებთ ცხილში წელს შეიძლება იმაზე ცუდი გუნდი ვიდრე შარშან ლევადია იყო და შეიძლება ითქვას ეგრეა ლევადია ბევრად უკეთესი იყო შარშან სამწუხაროდ შარშან მოხდა ისე რომ დაუმარცხდით წელს იმედი მაქვს რომ შეძლებენ შედეგს დადებენ ქართველი ბიჭები ბალეში კოპსული და გულით მინდა წარმატებები უსურვო მიუხედავად ისეთ მე თვითონ როგორც თქვი ფლორაში 8 წელი მაქვს რა თამაშები მაგრამ ფლორამ უკვე ერთხელ უკვე ითამაშა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და მინდა რომ ქართულმა გუნდებაც გააკეთონ იგივე შედეგი და ეგ რა გამოცდილება იყო ზოგადად ესტონური ფეხბურთისთვის სასწაული იყო მაგალითად იყო ჩამოსული კეცბაია სანართოსის თემურ კეცბაია ლორია თამაშობდა გენტი იყო ჭაკვეს გენტი იყო და თამაშებზე ხალხი მაინც ისე დიდად არ არიან მოყვარული შიდა ჩემპიონატში არ დადის ბევრი ხალხი მაგრამ როგორც კონფერენს ლიგის ჯგუფური თამაშები ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა და შედეგიც ცუდი არ ქონდა ფლორამ პარტიზანს მოუგო აქ 1-0 გენტთან და ანართოსისთან გენტთან წააგეს ანართოსისთან ის შეითამაშეს ზოგადად აი აქ რა არის აი პირველი სპორტი ფეხბურთი არ უყვართ მაგრამ ცხოვრების კალათბურთი უფრო უყვართ
და კალათბურთში უფრო დიდი ინტერესია მაყურებლის. ხალხი მაინც დადის კალათბურთზე. ეხლა აქ როგორც ვითხარი, შენი შვილი ვარჩო და შემთხვევით მოხდა ხო აქ? აქ პატარა სტადიონია გვერდზე, ჩემი ბიჭი თამაშობს. ასე რომ ვთქვათ, ეზოს ფეხბურთს პატარა მოედანი არის, სადაც თავის მეგობრებთან ერთად თამაშობს და მე გადმოვედი რომ მეთქი ნახავ მეთქი ბიჭებს მეთქი. შარშანაც ვიყავი. გულშემატკი როდი შარშანაც, ხვალაც ვიქნები, დღესაც აქ ვარ. და მატჩის დღე ტალინიდან რამდენიმე საათია თამაში დაწყება დარჩენილი, მალე უნდა წავიდეთ სტადიონისკენ. გუნდის ავტობუსი არის მოსული სასტუმროსთან, მალე ფეხბურთელები ჩამოვლენ და დავუძრებით სტადიონისკენ. ამინდი მოღრუბლული, როგორც ყოველთვის ესტონეთში, გუშიაც არ იყო გადასარევი ამინდი. მალე წავ სტადიონისკენ და დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი. ესტონეთის ჩემპიონი ფლორა ტალინი, საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999-ის წინააღმდეგ. არგი რაღაც აღმოვაჩინე, ჩვენ სასტუმროსთან არის საქართველოს დროშა. ედისონში ვართ. თუმცა რასაც ამობენ, თამაშთან დაკავშირებით არ არის ეს დროშა. ეგ კიდევ უფრო სასიამოვნოა, ესე იგი აქ კიდია ყოველთვის ედისონთან ერთი ქართული დროშა ფრიალებს ტალინში. აი დაიწყეს იბერიას ფეხბურთელებმა ჩამოსვლა უკვე. გამარჯობა. ფეხბურთელი ჩამოვიდა. გამარჯობა. სასწრაფოშენებაში ხართ? არ არის გადაწყვეტილი რა შემადგენლობით დავიწყებთ თამაშს, მაგრამ მე ყველანაირად ვსად ვარ სკამიდანაც და დასაწყისიდანაც. თქვენი ფეხი როგორ მაშინაც ბასტო გოგომ დაგწყევათ? ჩემი ფეხი ცოტა ნახზობია, მაგრამ დრო ყველაფერს ურნალია, როგორც იტყოდნენ დიდები. გული მთელია, გაიხარეთ, მაო. არ გადაბა. წარმატებები. მოკლედ განწყობა არის უმაღლესი რა. ეხლა ჩუმად იმიტომ ვლაპარაკობ რა. არ მინდა რომ გაიგონ რა აქ რა ხდება ვაფშე, მაგრამ ყველაფერი იქნება თამაშის მერე. აი თამაშის მერე ნახავ თუ რა მოხდა. ვაუ, ქართველების მობილიზებაა თამაშზე. ძალიან სასიამოვნო. მოდი მივიდეთ ახლოს და ნახოთ როგორ ჩანს დღეს იბერიას. ქართველი გულშემატკივრები გამხლებენ ესტონეთში მრავლად. და სასიამოვნოა. წავიდეთ გავისაუბროთ. ჩვენი ქართველი ძმები. ჩვენი ქართველი ძმები. ვამოს, ჩვენი ძმები. ჩვენი ქართველი ძმები. აუ, მეც მინდა ესეთი რუჯი. გენაცვალე ძმებო. ბრავო ძმებო, ბრავო. უღრესი მადლობა მომჟანებისთვის, განათლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენთანმა ეს ერთობა ვაჩვენოთ და რაც ყველაზე მთავარი იმედია, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის. ყველა პირობა იყო, რომ ყველამ ერთად გავიხაროთ და დღეს ყველამ ერთად იბერიელების ზეიმი დავაყენოთ აქ ერთად და ზეიმოდ გამარჯვება. დიდი მადლობა ამ ხარდაჭერისთვის, აი უბედნესი კაცო ახლა რომ შემოუხვიეთ სტადიონზე, გოლმად დაინახა და რამდენი ხერხად ქართველები და მე ქართველები ვარ ძალიან ბევრი და ყველაზე მთავარია გულით და ერთმანეთის ხარდაჭერით გამოვირჩევით და იმედია რომ დღეს ლამაზ ზეიმს ერთად მოვაწყოთ ფეხბურთელებთან ერთად და ამ ზეიმზე ბევრი ლაპარაკობს, ისე როგორც მთელი გერმანია და ევროპა საუბრობდა ქართველების ერთობაზე და განსაკუთრებულ გულშემატკივრობაზე. დიდი მადლობა და ვხარავდეთ ღმერთს. Iberias, Galibot! Galibot! როგორ აღარ ზაპა? გაუმარჯოს. ეს რა არხია? დღეს ვიგებთ, დღეს უნდა მოვიგო. მეხუთე წელი, შენ მეხუთე წელი ესტონეთის ცხოვრების და ეს მეოისე დაინახა, ეს მეორე და ქართული გუნდი იბერია ჩამოდის. დღეს მეორედ ჩამოვა. თუმცა ახლა რაც მოხდება ნახო. ძალიან ბევრი როგორც შენ იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვინც იქის თავისთავად რომ ამერიკა ქართული შეეკრიბა და ამერიკა დიდი გამოხმაურება იყო თქვენი ქართველების გულში. ძალიან მიხარია. ყველა ძალიან აინტერესებს დღევანდელი დღე, ყველა ისე არის თითქოს ბოლო თამაში იყოს თუ რავი რაღაც ეგეთი და რავი ძალიან ბედნიერი ვარ. ტრიბუნაზეც ვიქნებით ბოლომდე. Let's go. მოვედით სტადიონზე. დიდი სახწოლში ვართ. სტიანებია აქ. ქორო აქ არის. ქორონული გუნდი მოვიდა.
გასახდელი სტუმრები გასახდელს მინიმალისტურად გამოვიყურება. მოვიდნენ ბიჭები. კამერით ირავს ნახეთში. Looks sweet. David. Sabanadze. აიცია ტემპერატურა. Söyle bakın Osman. Musika Osman. შეაგდებს გოლს? Ითხოვთ? კითხი აბა. თუ აუერენი მე. კი, შეაგდებს? მაშინ მოგვიგია თამაში. ჰა? ერთი თუ ორი შეჭი? ის გაიგე რიშარლისონი რო პიჭამალდოს მუხლებზე ფერო. და მოვეფერო გინდა? ჰა? და? ბიჭო. ამა თუ შეაგდო ერთი გოლი. ერთი სურვილი აქვს და იმას უსრულებ მე თამაშს მე. ოღონდ ვიდეოს არ გადაიღებ. უსულა? იგი შინია? არა, მად ვერ გადაიღებ ვიდეოს ფაქტობრივ, გამორიცხულია. ისეთ რაღაცები მოხდეს, რომ გამორიცხულია. ოღონდ მოვიგოთ თამაში ყველაფერი. თამაში მოგოდა შეაგდოს და ერთ სრულს მე შევასრულე. ორი სურვილი მაქვს. შეგიძლია აი რაც კიდე ატყდეს ერთი ამბავი თუ გეო. 2-0-ზე ვაფშე მაგარი სურვილი. ხო, თუ ერთად ვისრულე. 2-0-ზე 2-0-ზე მე ვისრულე. 2-0-ზე ბონიში მიყვარს აქეები. გაიგე. 2-0-ზე 3-0-ზე. ბატონო, 3-0-ზე ბონიშის სახს გიპოვებს. და? არა. ბატონში არ უნდა. სამა რა ხდება რა ამ აუ, აგერ გოლს თუ გაიტანს პარტი ერთ სულს უსრულებო. პარტი დღეს აგებს მეჭველი. უცოს არის მაქსაკში როიცოდი. ო, მოიფიქრო მე ერთი პლუსს დავამატე. აი, ბევრი გამოდის, ნავეტანია ისე. ბიჭო მოიგოს და არა, მასე ხო, მოიგეს და მოიგოს რა, მოიგოს. ნელა მოიფიქრე შენ სულ. სტადიონზე ვართ უკვე მეგობრებო და ძალიან მალე დავდებ ერთ მაგარ ინფორმაციას, ლივერპულის და არსენალის დირექტორები არიან ტალინში სტადიონზე მოვლენ მალე. ანდრია ბარტიშვილის თამაში საყოველთაოდ პირადად ისინი ჩვენს X-ს ვართ იმ სასტუმროში არიან. მოდ სანამ გახურებაზე არ გამოვა ანდრია, არ მინდა ამ ინფორმაციის დაწევა, რომ კომენტარები არ ენახა, ამ პოსტი არ ენახა, შეიძლება არ იცოდეს, არ ვიცი. ხო და ავი ძალიან კარგი ინფორმაცია იმედია დღეს როგორც ანდრიას ასევე მთელი ბერიას კარგი თამაში ექნება და ძალიან ბევრი რაღაცა მოკლედ მის კარგი თამაში დამოკიდებული როგორც მისთვის ასევე გუნდისთვისაც. შესანიშნავი დასაწყისი მატჩის მე-20 წუთზე პირველი გოლის ჩაწერა ვერ მოვასწარი, როცა მე 2-0-ს ვიგებთ უკვე ზუია ნაჭყები ამ გახსნა ანგარიში მატჩის მე-18 წუთზე და 2 წუთში გიორგი ჯინჯოლავას პენალტი, ზუსტი პენალტი 2-0-ს ვიგებთ უკვე და ძალიან მაგარი დასაწყისი, ალბათ რა ვიცი ვერ წარმოვიდგენთ ესეთ მაგარ დასაწყისს და ძალიან კარგად ვაგორავებთ გურთს. გოლუხვი თამაშია 22 წუთზე 1-2 საჯერმოს გარდან გაგვიტანეს. თუმცა არ უნდა ავღელდეთ, ესე გავაგრძელოთ თამაში, ძალიან კარგად თამაშობთ ამ გოლამდე. ესე უნდა გავაგრძელოთ და ჩვენი აი კარგად ამოვედით, მოკლედ უნდა შევუტიოთ რა, კიდე გვაქვს გასატანი გოლები. ბაც!
38 წუთზე 3-1 გავხედეთ ნიკა სიხალოვაშკომა გაიტანა, თუმცა საჯვა გოლი გააუქმა, ხელზე მოხდა ბურთის შესწორების დროს. და კარგი რომ კიდე გავიტანეთ, კიდე გქონდა მომენტი და ესე უნდა გავაგრძელოთ. ამ წამს გვიტევენ, თუმცა ეს შეტევა მოსაგირებელია და ესეთ სტილში უნდა გავაგრძელოთ თამაში. მომწონს როგორც თამაშობთ. დასრულებულია პირველი ტაიმი 2-1 იბერიას სასარგებლოდ. ძალიან კარგი პირველი ნახევარი ჰქონდა. სამწუხაროა ის, რომ ერთადერთხელ გადმოვიდნენ შეტევაზე, ერთხელ დაუწყეს, ისიც გოლი გაუტანეს, თუმცა მეორე ტაიმში კიდევ რამდენი მომენტი გითხრა, მაქსიმალურად უნდა გავიტანოთ, ბევრი რომ სახში კომფორტული ანგარიშით წავიდეს იბერია. უნდა აღვნიშნო აუცილებლად ჩვენი გულშემატკივრები, ქართულ დროშასაც ხედავთ და ძალიან მომახიანად გულშემატკივრობენ ესტონეთში იბერიას და ძალიან სასიყვარულოა და მადლობა ყველას მოსვლისთვის. და ერთი ის მინდა ვთქვა, რომ ძალიან პროვოკატორობენ ფლორას ფეხბურთელები გასულით ვახობეგაშვილზე, რომელსაც შესანიშნავი პირველი ტაიმი აქვს. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელი კომპანია აჭარაბეთია, მადლობა მათ ხარდაჭერისთვის. და ხელი წამოდით და ვნახოთ რა გველოდება მეორე ტაიმში. მედია კარგი რაღაცები. მატჩის 63 წუთზე ფლორა რჩება 10 კაცით. ეს მომენტი აუცილებლად გამოსახერებელია. იყო მომენტი და 5 წუთი ფლორა მოგვაჭდა, ჰქონდათ მომენტები, მაგრამ კარგი ბურთი მოიგერია გიორგი მაკარიძე. და გადავრჩით გათანაბრებას და ძალიან მალევე მაგ მომენტიდან 10 კაცით დარჩა. ფლორა ნიკა სიხალოვაშკომა ძალიან კარგი თამაშა და ბოლომდე ჯარიმა აღებია ესტონელს და საგულისხმოა ის რომ ყვითელი ბარათი მიცამ საჯვარ და შემდეგ ვარზე კი ძალიან კარგი რო ვარი არის და გადახედა და გააგდო. ფლორა ცენტრალური მცველი ეს მომენტი არის გამოსხმებელი და მესამე გოლი გვაქვს შესაძლებელი აუცილებლად. ძალიან ერული თამაშია მეგობრებო. ანუ არ ჩამიწერია ვიდეო, აი 10 კაცი გაგვიტანეს გოლი და მეთქი აი ისევ იგივე და გოლიდან 2 წუთში ბახარდავამ ისევ წინ გაგვიყვანა 3-2-ს ვიგებთ ახლა და არ ვიცი ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია. 10 კაცით არის ფლორა და პირველი ტაიმის შემდეგ თქოს გავუჩერდით. საკმაოდ ცუდად დავიწყეთ მეორე ტაიმს, თუმცა 10-2 ეხა ვიგებთ და ესეა ეს თამაში მისაყვანი. შეიძლება ბევრად რო უფრო დიდი ანგარიში დაფიქსირებულიყო და უფრო კომფორტულად ეთამაშა მეორე სახლის თამაში, მაგრამ ხდება ყველაფერი და მე ვფიქრობ ძალიან უაზრო გოლები გაუშვით რა, თითქმის ფაქტიურად ორჯერ დაგვიტყეს კარისკენ და ორივე გოლი მივიღეთ რა. ამ ხალხს ძალიან ბევრი ფანი იყო დღეს მოსული და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ვინც მოვიდა თითოეულ მათგანს, იმიტომ რომ ძალიან იმოქმედა ჩვენზე და ფაქტიურად გადაფარეს აქაური ფანების ხმა და ბევრად უფრო მოტივაციით გამოვედით ჩვენ ვიდრე შეიძლება და გამოსულიყავთ. დიდი მადლობა. მატჩის წინ ასეთ ფანებს ვერ არაფერი. საპასუხო მატჩისთვის ხომ ყველას ქართველ გულშემატკივარს რომ მოვიდნენ და უბრალოდ ისე ამოვნო ჩვენი თამაში და ჩვენ მაქსიმალურს ვეცდებით რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და ჩვენი მიზანი არ არის მარტო შემდეგ ეტაპზე გასვლა, ჩვენი მიზანი არის ჯგუფში შესვლა. ასე რომ მოვზანდით და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთეთ იმისთვის რომ ჩვენი მიზანი შევასრულოთ. რა საათი გაიმარჯვა? არა, რატო? მე მეორე თამაშიც. არა, რა მნიშვნელობა აქვს? რა თქმა უნდა, გინდა აქ შეამბობს, გინდა იქ, რა მნიშვნელობა? აბა მობზადით და იკაიგე ჩვენი ქვეყანა. ეს ხუჯერო დაგიძახეს შედიხარ და ბოლოს ძლივს რო შეხვედრ. მაკაიგეს, გაიგე, აი ხანიკით და ბოლოს მაინჩევი. ავარია მოვიგეთ რა. დასრულდა მატჩი მეგობრებო, გილოცავთ იბერიამ მოიგო ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ტალინის ფლორას წინააღმდეგ 2-3. ძალიან დაძაბული მატჩი იყო, ისე დავიწყეთ რომ მეგონა ძალიან ბევრი თნოს მოვიგებდით, შემდეგ 10 კაციანი გაგვითანაბრეს, თუმცა მაგრად ყველაზე მაგარი ამ ბავშვიც არის რომ 2-2 რო გახდა, ეგრევე გავიტანეთ 2-2, შეიძლება ცუდი რაღაც მომხდარიყო. ეს არ ვარ მაყოფილი თამაშის ხარისხით, იქიდან გამომდინარე რომ ისე წავიყვანეთ თამაში, უფრო დამაჯერებლად უნდა მოგვეგო. თუმცა ახლა ეს ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპი გადაალახო, ჩვენთან ერთად იყო
თამაშის განმავლობაში ჩვენი საყვარელი გენოვალ მხარდამჭერი ქართველების საყვარელი წყალი ნაბეღლავი, რომელიც მინერალებით გვავსებდა და ეხლა დაუბრუნდებით საქართველოში, მანამდე კი შემოდით მიქსონაში დავდეთ ფეხბურთელებს გავესაუბროთ. დადი ევროტურნირი მოგებით იწყება. თამაშის დასაწყისიდან გამომდინარე ცოტა სხვა სცენარს ვუყურდით და აი თამაშზე რა ემოცია გაქვს, აი რას გრძნობ, იმედ გაცრუებული ხარ, მეტი შეიძლებოდა ან აი არ ვიცი. პირველ რიგში იმის თქმია რომ ბედნიერი ვარ იმით რომ გამარჯვებით დავასრულეთ, საკმაოდ რთული თამაში იყო. პირველი ტაიმი ჩემი აზრით ძალიან კარგად ვითამაშეთ. ყველანაირად ვაჯობეთ მეტოქეს და მეორე ტაიმში რაღაც მომენტი მქონდა ჩავარდნა. აი ერთს კითხავ, და მეორე ტაიმი დაიწყო თორე ეგრევე უნებე შენ ბიჭებს რაღაც არეული ვართ. აი რატო აი შენ რატო იმის ფონზე რომ უპირატესობით გამოხვედით მეორე ტაიმში რატო დაიწყეთ ეგრე თამაში? ხო, აი მიზეზი მაგას არ ვიცი ახლა. რომ ნახავთ მე ალბათ გავაანალიზებთ, მაგრამ ხო ცოტა არეულები ვიყავით მეორე ტაიმში, მაგრამ რო გაგვივიდა გოლი მალევე მოვახდინეთ რეაბილიტაცია, გავიტანეთ მესამე გოლი და შემდეგ უკვე კი მიუხედავად იმისა, რომ 10 კაცით იყვნენ, უკვე დაცვაში იჯდნენ ისინი და ჩვენც დიდად აღარ გავრისკეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ მოგვეგვეს თამაში. ეხლა რაც შეეხება მეორე თამაშს მოვიმზადებით, დავისვენებთ, აღვიდგენთ და დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებთ და გავალთ შემდეგ ეტაპს. ძალიან მორი ქართველი იყო თამაშზე და თუ ველოდებოდით რომ ამდენი მოვიდოდნენ? არა, არ ველოდებოდი და ძალიან მაგრად ისმოდა გულშემატკივრების ხმა და ძალიან მადლობელი ვარ, ვერ გრძნობდი რომ სტუმრად თამაშობდით. ძალიან დიდი მადლობელი ვარ გულშემატკივრების და იმედი მაქვს რომ უკვე მესხზეც ორიამდენი და უფრო მეტი და მეტი გულშემატკივარი მოვა ჩვენ ხარდასაჭერად. გილოცავთ პროექტში გოლს. სადებიუტო იყო თუ? კი. გილოცავთ და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. აი რა ემოცია გაქვს აი აზო თამაშის შემდეგ რა ცოტა გულდაწყვეტილი ხარ თუ ბედნიერი ხარ? გულდაწყვეტილი და შეიძლება მეტი შეიძლება და შენი პირადი ის რა არის ემოცია თამაშის შემდეგ? პირველ რიგში მადლობა გულოცავს სრულიად საქართველოს, ასევე იბერიას ჩემ თანაგუნდელებს. თუმცა წინ არის მეორე თამაში უმნიშვნელოვანესი, ყველაფერი წინ არის. რაც შეეხება გოლს, რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვარ. თავარია რომ გუნდმა გაიმარჯვა და ვეცდებით შემდეგ თამაშიც გოლი გავიტანო და დავიხმარო გუნდს. აი შენ პირადად რამდენად რთული და ემოციური იყო ეს პერიოდი, იმიტომ რომ რაღაც მომენტები საერთოდ არ გეძლეოდა სათამაშო დრო და ხოლო თამაშებში სასტარტო შემადგენლობაში და ეს იყო პირველი გოლი. ხო, ნუ ძალიან რთულია, როცა ფეხბურთელი არ თამაშობს, ჩემთვისაც ძალიან რთული პერიოდი იყო ეს ყველაფერი, თუმცა ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნორმალურად არის და არ ვფიქრობ იმ ყველაფერზე ძველზე. ფოკუსირებული ვარ მომავალზე და ბედნიერი ვარ ამჟამინდელი ყველაფრით, რაც ახლაა. ამაზე ვარ ფოკუსირებული. მადლობა. Can you hold this one? არ შეუძლია მე. ეს ტიპი არსენალის ფანია და არ მიუწევ. არსენალს. გაუშვა წინასწარ უკვე. სურათში. ამას არ გინდათ ფოტო ძალიან ცუდი ფეხბურთელია. ესეც ასე მეგობრებო ჩვენი ვლოგი ესტონეთიდან დასრულებულია. ულოცავ კიდევ ერთხელ იბერიას გულშემატკივრებს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და თავრა ეროს სახშიც მოიგოს იბერიამ, შემდეგ ეტაპზე გავიდეს და თქო გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიტოვოთ კომენტარი რამდენად ყვაყოფილი ხართ იბერიას თამაშის ხარისხით. მივიღებთ შეფასებებს, განვიხილოთ და შევხვდებით თბილისში მომავალ შეხვედრამდე. კარგად.